12 მარტს აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. შეფასებები ჩვენ სიუჟეტში. 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. უკანონო არჩევნებს გმობენ ქართული მხარე და საერთაშორისო ორგანიზაციები და არალეგიტიმურად მიიჩნევენ. თავისუფლ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზური მხარის წარმომადგენლები დე-ფაქტო არჩევნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის და შემდგარს უწოდებენ. ეგრეთ წოდებული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის 13 ოლქში დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატები აირჩიეს. 22-ში მეორე ტური ჩატარდება. არაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო 35 ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 127 ეგრეთ წოდებული დეპუტატობის კანდიდატი იბრძოდა, რომლებსაც 35 მაჟორიტარული ოლქიდან ირჩევდნენ. 13 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა. 24 პარტია აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა, ამცახარამ, აინარმა და სამართლიანობისა და განვითარების ეროვნულმა ფრონტმა. თითოეული პარტიის წარმომადგენლები არ მალავენ იმას, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებულები. წინასწარი მონაცემებით აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ანქვაბ ლაკერბაიას ტანდემმა, ეგრეთ წოდებულმა ექს-პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა და დე-ფაქტო ექს-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხმების ხელახალი დათვლის შედეგად ლეონიდ ლაკერბაია ვერ გავიდა და მის ოლქში არჩევნები ხელახლა ჩატარდება. როგორც ცნობილია, ლეონიდ ლაკერბაია ანქვაბის თანამოაზრე და მასთან დაახლოებული პირია, რომელსაც ანქვაბის პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში მაღალი თანამდებობები ეკავა. ანქვაბ ლაკერბაიას მომხრეები თვლიან, რომ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო წრეებში ცდილობენ ანქვაბს თანამოაზრე ჩამოაცილონ მომავალ დე-ფაქტო პარლამენტში. გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვში კრემლის მაღალ ჩინოსნებთან კონსულტაციების შედეგს წარმოადგენს ის, რომ დღეისათვის ექს-პრეზიდენტი ანქვაბი და მისი თანამოაზრე ექს-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია ისევ გამოვიდნენ პოლიტიკურ არენაზე, რამაც ცხადია ხაჯიმბას ხელისუფლებაში საფუძვლიანი ხელვა გამოიწვია. ერთ-ერთი აფხაზური გამოცემის აზრით ანქვაბი აფხაზური პარლამენტის თავმჯდომარეობას უმიზნებს, შემდეგ კი გამორიცხული არ არის პრეზიდენტობაც მოინდომოს. თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს. ექსპერტი უშიშროების საკითხებში ლევან კიკნაძე ეგრეთ წოდებულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დე-ფაქტო არჩევნების შედეგები თვით აფხაზური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ექს-პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გამარჯვებას, ექსპერტი თვლის, რომ ეს აფხაზურ საზოგადოებაში მისმა ავტორიტეტმა განაპირობა, რაც დიდად არ შედიოდა კრემლის ინტერესებში, რომელმაც თავის დროზე ანქვაბი პოლიტიკას ჩამოაცილა. ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, არალეგიტიმურია და მის შედეგებს არ ვცნობთ არც ჩვენც, არც საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგრამ ეს არის დე-ფაქტო არჩევნები და პოლიტიკურ სოციალურ ვითარებაზე და ცხოვრებისთვის აფხაზეთში ამას მაინც თავისი მნიშვნელობა აქვს. გარკვეული ინტრიგა იქ შეიტანა ანქვაბის მონაწილეობამ ამ არჩევნებში. მას ალბათ უნდა ისევ სახელისუფლებო იმაში ბატალიებში მონაწილეობაც მიიღოს. შეიძლება იგი სპიკერობასაც უმიზნებს, თუ მას იქ დახვდა ის ხალხი, რომელიც მას მხარს დაუჭერენ. ალბათ შეიძლება სპიკერადაც მიიღოთ. და თუ ეს ასე მოხდა, ეს უკვე ხაჯიმ უნდა ჩაითვალოს, რომ ხაჯიმასთვის ეს ძალიან ცუდი იქნება. სხვა ამბავია, ეხლა იქ პარლამენტში როგორი კონფიგურაცია ჩამოყალიბდება. ესეც ახლა იქ თუ უმცირესობაში მოხდა ანქვაბი, რა თქმა უნდა მისთვის ძნელია, მაგრამ ის რომ იქ მან შფოთი შეიტანოს, ამის შესაძლებლობა მას ქონდა და აქვს ყოველთვის ეკნება. ქართულ მხარესთან მიმართებაში ანქვაბი კონსტრუქციულია. ანქვაბმა ძალიან კარგად იცის იმ კონფლიქტის გენეზისიც, რაც იქ იყო. ჩვენთვის რა თქმა უნდა უკეთესია, რაც მეტი კონსტრუქციული ადამიანი მოხვდება იქ ხელისუფლებაში და არა მარტო ჩვენ გვჭირდება ეს აფხაზ მოსახლეობასაც და აფხაზი ხალხისთვისაც კარგია და მათი მომავლისთვის არის კარგი. ძალიან ცუდი სიტუაციაა იქ და მით უმეტეს ახლა, როდესაც არც ერთი რუსი ეროვნების პიროვნება პარლამენტში არ მოხდა კრემლი ამას აი ასე ვერ ჩაატარებს და ბერკეტები საკმაოდ აქვთ მათ როგორ იმოქმედონ აფხაზეთის ხელისუფლებაზე და აფხაზეთზე.
როგორც აფხაზური მედია იუწყება, ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს უწევდნენ წარმომადგენლები რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან, ასევე დნესტრისპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან. აფხაზეთში გამართულ დე-ფაქტო არჩევნებს უკვე მოყვა შეფასებები მოსკოვის მხრიდან. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს ქვეყნების ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი, რომელიც დამკვირვებლის სტატუსით სოხუმში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ არჩევნები პრინციპული დარღვევის გარეშე ჩატარდა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. პარალელურად ზატულინი მოსკოვისთვის ჩვეულ, მწვავე და პრეტენზიულ განცხადებებს აკეთებს, კერძოდ როცა საკითხი ახალი დე-ფაქტო პარლამენტის ფორმირებას შეეხება. მითხარით, რა არის მიზეზი, რომ აზზე მეტი კანდიდატიდან მხოლოდ ერთია რუსული გვარით, კითხვას სვამს რუსი დეპუტატი. მისი აზრით, აფხაზურ საკანონმდებლო ორგანოში ეს უნდა იქნას გათვალისწინებული და ზატულინი რუსებისთვის ეროვნულ კვოტას ითხოვს. მის ამ განცხადებას უკმაყოფილება მოყვა ოკუპირებულ აფხაზეთში. შანტაჟად შეფასდა ის ფაქტი, რომ საარჩევნო პროცესის შეფასებისას რუსი დეპუტატი აფხაზურ მხარეს ახსენებს, რომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებულნი არიან რუსეთზე. ზატულინის ამ განცხადებას დე-ფაქტო პარლამენტში გამოეხმაურნენ. პრესამსახურის განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლის მხრიდან საარჩევნო პროცესის შეფასებისას არაკორექტულია საუბარი აფხაზეთის საშინაო და საგარეო საკითხებზე, რომელიც მათი განმარტებით ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის სუვერენული უფლებაა. აფხაზეთის რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული სახალხო კრების დეპუტატები კანონშემოქმედებით მუშაობას აფხაზი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ეწევიან და არასოდეს არ ღებულობენ კანონებს გარეშე ძალების კარნახით. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ასრულებს რუსეთის ფედერაციასთან ხელმოწერილ დოკუმენტს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ. ოფიციალური თბილისი კი აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს გულს და საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობად აფასებს. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ჩვენ არ ვაღიარებთ, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, კიდევ ერთხელ გავმეორებ და ვიტყვი, სანამ არ გვექნება საშუალება ყველა კვირს, რომელიც დღეს დევნილობაში არის, ისინი არიან უმრავლესობაში, საშუალება რომ გამოხატონ თავიანთი აზრი, მანამდე ნებისმიერ არჩევნებს არ აქვს ძალა, არ აქვს ლეგიტიმაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ეგრეთ წოდებული არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მიმდინარე წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გათამაშდა მორიგი ფარსი. გაიმართა უკანონო წარმომადგენლობითი ორგანოს უკანონო არჩევნები. საოკუპაციო რეჟიმი თავხედურად აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებების იგნორირებას, რომლებშიც დაგმობილია მსგავსი არჩევნები და არალეგიტიმურად არის გამოცხადებული. როგორც ჩანს, დადგა სიტყვიერი განცხადებებიდან საქმეზე გადასვლის, აფხაზეთში არსებული ვითარების ობიექტური შეფასებისა და სათანადო ზომების მიღების დრო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მსოფლიოს თანამეგობრობას ყველა კეთილი ნების ადამიანს, რათა დაგმოს აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით შექმნილი კატასტროფული ვითარება და ეს მეტად მტკივნეული საკითხი დაუყოვნებლივ გახდეს გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში პრინციპული განხილვის საგანი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს უარყოფითად აფასებს. ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არალეგიტიმურად ჩატარდა. ასე გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე-ფაქტო არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე და გმობს გადაწყვეტილებას ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია.
ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ ამ განცხადების კეთებას, შეიძლება მნიშვნელობას არც ვაძლევდეთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს და მით უმეტეს, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროთ ისინი ამას აცხადებენ, ამას მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ პოლიტიკურად ყოველთვის უნდა ვიყოთ დღის წესრიგში, საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის დღის წესრიგში.